საუბარში აღნიშნეთ, რომ სწორედ წელიწადის შემოდგომის ბუნიობის წინ წელიწადის პირველ ნახევარს ემატება ეგრეთ წოდებული 5 კალენდარული დღე, ხოლო ნაკიან წელიწადს კი 6 კალენდარული დღე. და ამდენად ქართულ ამბანში განხორციელებულია მზის უძრავი წელიწადის კალენდარი. თითოეული ზოდიაქოს გავლას მზე ანდომებს 30 კალენდარულ დღეს და ამდენად 12 გაზაფხულის ბუნიობამდე მომდევნო გაზაფხულის ბუნიობამდე, ანუ დღეღამო სწორებამდე მზე 12 ჯერ მზე 12 ჯერ 30 კალენდარულ დღეს უნდება. ეს კი 360 კალენდარული დღეა. როგორც ვიცით, ქართული ამბანის 30 ასო-ნიშანი, ეს არის 30 კალენდარული დღე და სწორედ აი ამ თანავარსკვლავადების გავლისას 12 ჯერ 30 კალენდარული 360 დღე არის, ხოლო აქ სასტორის ან 5 ან 6 დღე ემატება ნაკიან წელიწადს და ვღებულობთ 365 და ნაკიან წელიწადში 366 კალენდარულ დღეს. მაგრამ საქმე ის არის, რომ აი ეს ფორმულა წელიწადში 12 თვე, ყოველი თვე 30 დღე დასტურდება, ეს ფორმულა დასტურდება ქართული ამბანის მე-12 ასო-ნიშანში, ასო-ნიშნით. ლას ასო-ნიშნის, ეს არის ლასი, ლას და მისი რიცხვი მნიშვნელობა არის 20, ესე იგი რიგითი სათვალავით ლასი არის 12, ხოლო ამბანური სათვალავით 30. ესე იგი ქართულ ამბანში პირდაპირ დეს წელიწადის 12 თვე და წელიწადის ყოველი თვე 30 დღეანია, 12 ჯერ 30 360, ხოლო როგორც მოგახსენეთ, აი აქ სასტორის შემოდგომის დღეღამსწორების წინ ემატება 5 ან 6 ასო-ნიშანი და ვღებულობთ, ესე იგი, ქართული მზის ზუსტ კალენდარს.